თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. მშობლები რომ თავიანთი შვილების განსაკუთრებით გასათხოვარი გოგონების სექსუალობაზე ღიად აპელირებენ, ჩემს ახალგაზრდობაშიც მარაზმი იყო, მაგრამ ახლა რაც სოციალურ ქსელში ხდება, განსაკუთრებით არასრულწლოვან შვილებზე, ეს უკვე მარტო გულისამრევი კი არა, დანაშაულიც არის. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით დედები და უკვე მამებიც გადარეული რომ არიან თავიანთი შვილის სილამაზეზე და ხშირად მათ ისეთ ფოტოებს აქვეყნებენ, შეიძლება ითქვას საქმე გვაქვს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან. მაგრამ დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს ეს ამბავი, როცა საქმე მათ არასრულწლოვან, ხშირად მცირეწლოვან შვილებს ეხება. სასწაული რამ ვიხილე წინა კვირაში, უფლებადამცველი ბაია პატარაია წერდა და ჩემზე უკეთესად გამოხატავდა ამ შეშფოთებას, რომელსაც ახლავე გაგაცნობთ. 9 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით ისე, როგორც სტრიპტიზ ბარებში ცეკვავენ, ანუ არის ჰიპერსექსუალიზირებული, დასასწავლი მოძრაობებით, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად მიმართულია სექსუალური ლტოლის აღძვრაზე. ამ ვიდეოებს აქვს ათასობით ნახვა, ზოგი ბოროტად იყენებს და ზოგი რატომღაც ვერ ხვდება, რომ ბავშვი არ შეიძლება წარმოვაჩინოთ სექსუალურ ობიექტად. განათლების სამინისტროს საღათას ძილით ძინავს საპატრიარქოს და ვასადისებრთა შიშით პედოფილია კი ყვავის ქვეყანაში. მარტო გასულ წელს 28 პირს შეეფარდა პატიმრობა არასრულწლოვანის მიმართ გაყვნილ ქმედებებზე. შეიბრალეთ თქვენი შვილები, ნუ წაართმევთ ბავშვობას, ქალობას ისედაც მოესწრება, ნუ აქცევთ პატარა გოგონებს პედოფილიის სამიზნედ. ბავშვის სექს ობიექტად გადაქცევა არის საზიანო და ძალიან საშიში პრაქტიკა. ბავშვი არ არის ინსტრუმენტი, თოჯინა, სათამაშო. ბავშვი არ შეიძლება გამოპრანჭოს მშობელმა, გაუკეთოს მაკიაჟი, რაც ყველაზე შემზარავია, გაასექსუალუროს და მერე Facebook-ზე გამოჭიმოს მისი ვიდეო. ასეთ მშობლებს სოციალურმა სამსახურმა უნდა გააგებინოს საკუთარი ფუნქცია. სულ რომ მდიდარი და გავლენიანი იყოს სოციალურ სამსახურს აქვს უფლებამოსილება, ეს გააკეთოს, რადგან ბავშვის ინტერესები არის უპირატესი. ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელია ასევე დედების სურვილი, რომ სოციალურ ქსელში საკუთარ შვილებთან დიალოგები და მიწერ-მოწერა გამოფინონ და თან წარუმძღვარონ ხოლმე. ვაიმე რომ ნახოს მომკლავს. იცით, ჩემი შვილი მიგრძალავს, მაგრამ ამ ერთ ფოტოს ვდებ ჩუმად. ანუ თუ ხვდები რომ არასწორად იქცევი და არასწორად ექცევი შვილს, რატო მაკეთებ ამას? და საერთოდ ფატა, დიადემა, თეთრი მოკლე კაბა, მაღალი ქუსლები, მაკიაჟი, მუქი პომადა, გრძელი საყურე არ არის პატარა ბავშვის საქმე. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.